საქმე საღამოს ვაგრძელებთ საფონდო ბირჟებზე საუბრი და პირველ რიგში განვლილი კვირის შეჯამებით უნდა დავიწყოთ, რომელიც ამერიკულ ინდექსებისათვის ძალიან პოზიტიური იყო, რადგანაც უშუალოდ 1%-იანი ზრდა ვიხილეთ და ამის ფონზე ამერიკული საფონდო ბირჟა ახალ რეკორდულ მაქსიმუმამდე გაიზარდა. საბედნიეროდ, დღევანდელი საბაჟო სესიაც ძალიან პოზიტიურ ნოტაზე იწყება, როგორც ხედავთ, გვაქვს აღმასვლა, რაც ავტომატურად იმას ნიშნავს, რომ ამჟამად უოლ-სტრიტის საფონდო ბირჟა იმყოფება ახალ ისტორიულ მაქსიმუმზე. S&P 500-ის შემთხვევაში დღეს ვხედავთ კიდევ დამატებით პლუს 0.5%-ს, Dow Jones-თანაც ფაქტობრივად ანალოგიური ვითარება გვაქვს, Nasdaq-ის ტექნოლოგიური ინდექსი კი უფრო უკეთეს შედეგს აფიქსირებს და ეს შედეგი არის პლუს 0.72%. საერთო ჯამში S&P 500-იც და Nasdaq-იც იმყოფებიან რეკორდულ მაქსიმუმზე, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, ამერიკული უმსხვილესი კომპანიების საბაზრო კაპიტალიზაცია ისტორიაში ასეთი მაღალი არასოდეს ყოფილა აქვე, რადგანაც ამერიკულ კომპანიებს ვახსენებთ, შეგვიძლია მათ კონკრეტულ შედეგებსაც გადავავლოთ თვალი, ძირითადად დღეს ინვესტორების ფოკუსში არიან, როგორც ხედავთ, Google და Apple, აგრეთვე Broadcom-საც შესანიშნავი შედეგები აქვს. Google-ის შემთხვევაში გვაქვს დაახლოებით პლუს 2%, კომპანიის კაპიტალიზაცია არის დაახლოებით 2 ტრილიონ 300 მილიარდი დოლარი. აქ Google თულად არ არის ფოკუსში. მიმდინარე კვირის ხუთშაბათს ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა უნდა გაგვაცნოს თავისი ფინანსური შედეგები და არის ძალიან დიდი მოლოდინები იმასთან დაკავშირებით, რომ სავარაუდოდ Google გადაანგრევს ყველა რეკორდს, რომელიც მას ოდესმე დაუფიქსირებია და ასევე არის მოლოდინი იმისა, რომ სავარაუდოდ Google-ის ეფექტიანობა იქნება გაზრდილი AI-ის ხარჯზე. ცხადია და ეს ყველაფერი უკვე ფინანსურადაც აისახება კომპანიის ანგარიშგებაში, რაც აჩენს იმის მოლოდინს, რომ ის კიდევ და კიდევ უფრო მეტ შემოსავალს მიიღებს. მომავალში ამიტომაც მისი ღირებულება იზრდება და ალბათ ამ დინამიკას თუ გავყვებით, ერთ კვირაში ან ორ კვირაში შეიძლება Google-თან მიმართებით ახალი რეკორდული ნიშნულიც ვიხილოთ. Amazon-იც ზუსტად იმ გზას ადგას, Apple-იც შედარებით კარგ შედეგს აჩვენებს, Microsoft-ს დიდად გამორჩეული შედეგი დღეს არ აქვს, მინიმალური არიცვლება, ხოლო Nvidia-ს კაპიტალიზაცია მცირედით არის შემცირებული, მაგრამ მიუხედავად ამისა ის მაინც ძალიან თამამად და კარგად ინარჩუნებს 4 ტრილიონ 188 მილიარდ დოლარიან ნიშნულს, რაც არის ყველაზე მაღალი ნიშნული, რომელზედაც სხვა კომპანია ოდესმე ყოფილა, მოგეხსენებათ აბსოლუტური რეკორდიც ამჟამად ეკუთვნის Nvidia-ს, რომელიც შეადგენს 4 ტრილიონ 200 მილიარდ დოლარს და თუ ანალიტიკოსებს დაუჯერებთ, ძალიან მალე 4 ტრილიონიან ნიშნულს სხვა ამერიკული კომპანიებიც მიაღწევენ. პირველი პრეტენდენტი ეს იქნება, რა თქმა უნდა, Microsoft-ი. მოკლედ, საერთო ჯამში ინვესტორების განწყობა არის ძალიან პოზიტიური. ამერიკასთან მიმართებით, რაც გამპირობებული არის რიგი ფაქტორებით, სავაჭრო შეთანხმებები ფაქტიურად მიღწეულია. ამერიკის სავაჭრო მდივანმა განაცხადა სხვადასხვა გასულ უქმეებზე, რომ ევროკავშირთანაც კი შეთანხმება ლამის 99%-ით უკვე მივაღწიეთ, დარჩენილი არის რომ მხოლოდ რაღაც ბიუროკრატიული დეტალები, რაც რა თქმა უნდა პოზიტიურად აისახება ინვესტორების განწყობაზე. მოკლედ, ამერიკას როცა ძალიან კარგად აქვს საქმე, იგივეს ვერ ვამბობთ ევროპაზე, რომელიც ასეთ სტერილურ დინამიკას აჩვენებს, რაც ის არის, რომელიც ინვესტორებს არ მოსწონთ. კლება გვაქვს 600 უმსხვილეს კომპანიასთან მიმართებით -0.08% და საერთო ჯამში ბოლო პერიოდის განმავლობაში ევროპული ინდექსის შეფასება სახარბიელო ნამდვილად არ არის. არც იაპონურს აქვს გამორჩეულად კარგი შედეგი, აქ არის -0.21%, ხოლო ჩინურ ინდექსს რაც შეეხება, მასთან გვაქვს მცირედი მატება და ეს არის +0.71%. მოკლედ, დინამიკა არის ძალიან მკაფიო, კარგად გასაგები და ყველასათვის მისახვედრი. ამერიკა მიდის ახალ მწვერვალებზე, ევროპა და აზია კი არიან სტაგნაციის ფაზაში. ეს კი რა თქმა უნდა კაპიტალს უბიძგებს იმისაკენ, რომ გამოვიდეს უძრავი მდორე ბაზრებიდან და გადავიდეს ყველაზე დინამიურ ბაზარზე, რომელიც არის თავისი არსით Wall Street-ი. უნდა გადავინაცვლოთ ახლა უკვე საფონდო ბირჟიდან ენერგეტიკულ ბირჟაზე, სადაც როგორც ხედავთ გვაქვს ასეთი დინამიკა, 0.5%-იანი კლება ნავთობთან, ბრენდის ფასი არის დაახლოებით $69 და WTI კი $77 ვაჭრება. მცირედი კლება გვაქვს ბუნებრივ აირთანაც, ერთ კვირაში -6%-ია ეს მცირედი კლება, მიუხედავად ასეთი 0.66%-იანი კორექციისა და მეგავატ-საათ ენერგიის ფასი შეადგენს 33 ევროს. აქვე ოქროზეც უნდა ვისაუბროთ, რომელიც უკვე როგორც ხედავთ ძალიან თამამად და მეთოდურად უკვე $795 იმყოფება და თუ კი ასე გაგრძელდა ოქროს აღმასვლა, შეიძლება ალბათ ერთ თვიან პერიოდში უკვე რეკორდულ ნიშნულამდეც კი მივიდეთ, რომელიც არის მოგეხსენებათ $3,500 უნციაზე. ზოგადად ოქროს ძალიან კარგად აქვს საქმე ბოლო პერიოდში და ეს
შედეგებში გამოისახება შემდეგგვარად. ერთ წლიან პერიოდში არის პლუს 42% და ვერცხლიც ფაქტობრივად ზუსტად იგივე დინამიკას იმეორებს. აქ უნდა ვისაუბროთ კრიპტო ინდუსტრიაზეც, რომელიც დღეს ამ წუთებისათვის მცირედ კორექციას აფიქსირებს 0.5%-ის ფარგლებში, მაგრამ მიუხედავად ამისა უნდა აღინიშნოს, რომ ბაზრის შეფასებამ გადააჭარბა ძალიან მნიშვნელოვან ფსიქოლოგიურ ნიშნულს, რომელიც არის 4 ტრილიონი დოლარი. ამ ყველაფრის ფონზე ბიტკოინის ფასი ისევ და ისევ დაახლოებით 118,000-ის ფარგლებში, ეთერიუმის 13,800 დოლარს აჭარბებს. ყველა სხვა კრიპტოაქტივს გარდა ბიტკოინისა ერთ კვირაში შესანიშნავად აქვს საქმე და ეს მიუთითებს ერთ მარტივ მოცემულობაზე. მოკლედ, ალტკოინების ციკლი როგორც ჩანს უკვე დაიწყო, რადგანაც ყველა ალტკოინს აქვს პლუს 25, პლუს 15, პლუს 18%, ბიტკოინს კი აქვს კლება დაახლოებით -2%. ეს კი ზუსტად იმის ინდიკატორია, რომ კაპიტალი გამოედინება გარკვეულწილად ბიტკოინიდან და გადადის სხვა ალტერნატიულ კრიპტოვალუტებში და ახალი კაპიტალი, რომელიც შედის ბაზარზე, რომელიც ჩვენ ვიცით, რომ შედის, რადგანაც ინდუსტრიის შეფასება უკვე 4 ტრილიონი დოლარია, მიდის პირდაპირ ალტკოინებში და არც ბიტკოინში და ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. ერთი ის არის, რომ 118,000 დოლარის გადახდა რიტეილ ინვესტორებს ბიტკოინში უბრალოდ არ სურთ და ისინი ხედავენ უფრო დიდ პოტენციალს და ზრდის შესაძლებლობას, როგორც ჩანს ალტკოინებში ესეთი სტრატეგიაც არსებობს. მოკლედ, ამ ყველაფრის ფონზე კაპიტალიზაციაზეც უნდა ვთქვათ, ორი სიტყვა, ბიტკოინის არის, რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი ბაზრის ნახევარზე მეტი მისია და კაპიტალიზაცია არის 2.348 მილიარდი დოლარი. ეთერიუმი 458 მილიარდად არის შეფასებული, ლამის 9 ტრილიონიან კაპიტალიზაციაზე გვაქვს საუბარი, XRP 212 მილიარდზეა, BNB როგორც ხედავთ 112-იანზეა, Solana კი 104 მილიარდ დოლარზე. მოკლედ, ჯამში ინდუსტრიის საერთო შეფასება ბოლო პერიოდში საკმაოდ მკვეთრად და შესამჩნევად არის გაზრდილი და თუ კი ალტკოინების სეზონი უფრო მეტად დაჩქარდება, მაშინ ამ აქტივების საბაზრო შეფასება სავარაუდოდ კიდევ უფრო დრამატულად გაიზრდება. ამას კი რამდენიმე მიზეზი აქვს, ერთ-ერთი ის არის, რომ ამერიკაში სულ ახალ მიიღეს ახალი რეგულაცია სტეიბლკოინებთან დაკავშირებით, Genius Act-ის სახელით ცნობილი, ასევე არის განხილული სხვა მარეგულირებელი ჩარჩოების დამტკიცებაც და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც უკავშირდება ამერიკაში კრიპტო რეზერვის შექმნას, რომელიც ჯერაც სპეკულაციის სფეროა, მაგრამ თუ კი ის ეღირსება რეალობას, მაშინ უკვე კრიპტო ინდუსტრიასთან მიმართებით სავარაუდოდ უფრო ძლიერ აღმასვლის დინამიკას ვიხილავთ. მოკლედ, სანამ კრიპტო ინდუსტრია ესეთი აღმასვლის პერიოდშია, უნდა ვისაუბროთ ჩვენს ქართულ კომპანიებზეც, რომლებიც არიან წარმოდგენილი მოგესალმებათ ლონდონის საფონდო ბირჟაზე. საქართველოს ბანკი დავიწყოთ, რომელმაც დღესაც პოზიტიური დინამიკა აჩვენა და გვაქვს პლუს 0.51% და ამჟამად საქართველოს ბანკი იმყოფება რეკორდულ ზონაში, ანუ ამ კომპანიის საბაზრო შეფასება ისტორიაში ასეთ მაღალი არასოდეს ყოფილა. TBC-ის მცირედი 0.1%-იანი კორექცია ჰქონდა, მაგრამ თუ კი გრძელვადიან პერიოდს დააგვირდებით, ნახავთ, რომ ისიც ძალიან კარგ ჯანსაღზდას აფიქსირებს, ისიც იმყოფება რეკორდულ ზონაში და თუ კი დავაკვირდებით თავად ამ კომპანიების ფინანსურ შედეგებს, რომლებიც სხვადასხვა დღეს გახდა ჩვენთვის ცნობილი, საუბარი გვაქვს წინა კვარტალის მოგების მაჩვენებლებზე, მაშინ შეგვიძლია ვარაუდოთ, რომ სავარაუდოდ ამ კომპანიებს კიდევ უფრო მკვეთრი ზრდა ექნებათ ლონდონის საფონდო ბირჟაზე. რაც შეეხება ჩვენს ეროვნულ ვალუტას, მისი კურსი, როგორც ხედავთ, დოლართან დღეს არის ოფიციალურად 2.71, ევროს კურსი არის 3.15, ხოლო სტერლინგის გასული კურსია 3.64. და ბოლოს ორი სიტყვა უნდა ვთქვათ, რა თქმა უნდა, დოლარში ინვესტირების შესაძლებლობაზე, რომელსაც ჩვენ გვთავაზობს Foresight Investment Group-ი. ეს არის Foresight-ის ლარის ფონდი, რომელიც საშუალებას გაძლევს თანხა განათავსოთ ფონდში და ამით მიიღოთ ფინანსური სარგებელი, რომლის მოცულობაც წლიურად საშუალო სტანდარტულად შეადგენს 9%, ხოლო ანგარიშზე 50,000 ლარზე მეტის ქონის შემთხვევაში სარგებლის მოცულობა აღწევს 10%. ეს არის წლიური ამონაგები, რომელიც თქვენ გაიწყებათ ყოველდღიურ ფორმატში, ხოლო Foresight Investment Group-ი არის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული საინვესტიციო კომპანია.